გამარჯობა, მე მარიკო ვარ, ხატვარ დიზაინერი. თქვენ იმყოფებით ჩემს არხზე. ეს კი მამიკოა, რომელსაც ძალიან უყვარს სამზარეულოში მუშაობა და ახალ-ახალი რეცეპტებით საჭმელების მომზადება. ზოგჯერ თავისებურათაც კი აკეთებს ხოლმე რაღაცებს, ამატებს, ზოგს აკლებს. შემდეგ კი მთელი ოჯახი მადიანად შევექცევით მის გამზადებულ საჭმელებს. სხვათა შორის, მამიკოს არასდროს უმუშავია კონდიტერიაში. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჯერ მას ემუშავა ცომთან, ხოლო შემდეგ მე. დასაწყისისთვის კარგი იყო. ზედმიწევნით კარგად ასრულებდა ჩემს მითითებებს და საკმაოდ კარგი და ფუმფულა ცომიც გამოუვიდა. მოგვიანებით შევთანხმდით, რომ ქალს სრულიად სხვანაირი ხელი აქვს და მას კიდევ უფრო უხდება ცომთან მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ჭიდაობა გვიწევს მასთან. ეს კი ვაშლი ზღვეზელია. ფიფქია ზღვეზელი. სხვათა შორის, ცომის დამუშავებისას შაქარის საერთოდ არ გამოგვიყენებია. ვანილის კი დაგვავიწოდა. სამაგიეროდ გულსართში ვაშლთან ერთად ბანანი და ცოტა თაფლი დავამატეთ. ცომის კარგად დამუშავების შემდეგ შუაზე გავჭერით, ერთი ნაწილი უფრო კარგად დავამუშავეთ, შემდეგ გავაბრტყალეთ და ფორმაში ჩავსვით. შემდეგ გულსართიც გავუკეთეთ. ვაშლი, ბანანი და თაფლი. შემდეგ ზედმეტი ცომი ისევ დავამუშავეთ, დავჭერით ვერტიკალურ ზოლებად და დავფარეთ გამოსაცხობი ცომი. ყველაფრის დასრულების შემდეგ გასკურაში შევდგით 20 წუთით. აი, გამოგვივიდა. ჯობია გაცილდეს და ერთად დავწვარე ცივია, კაი. ხომაკი.